მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. ამ მიმოხილვაში ჩვენ თვალს გავადევნებთ ერთ-ერთ ყველაზე ეპიკურ, 12 საუკუნოვან ისტორიულ საგას, რომის გზას პატარა ლეგენდარული ქალაქიდან მის საბოლოო საკმაოდ ქაოტურ კოლაფსამდე 476 წელს. ეს არ არის უბრალოდ მშრალი ისტორია, ეს არის ამბავი წარმოუდგენელ აღზევაზე, გლობალურ დომინაციასა და იმ ფატალურ შეცდომებზე, რომლებმაც მარადიული ქალაქი საბოლოოდ გამოშიგნა. იმისათვის, რომ ამ უზარმაზარ ქრონოლოგიაში არ დავიკარგოთ, ჩვენს ისტორიულ მოგზაურობას 5 ლოგიკურ ნაწილად დავყოფთ. დავიწყებთ რესპუბლიკის დაბადებით, გავივლით ოქროს ხანას, ვნახავთ როგორ გაიყო იმპერია, როგორ დაატყდა თავს ბარბაროსთა შემოსევები და ბოლოს როგორ დადგა ფინალი. მას ასე, პირველი ნაწილი, ლეგენდიდან რესპუბლიკამდე. ნახოთ როგორ დაიბადა ეს ანტიკური სუპერსახელმწიფო. უბრალოდ დაფიქრდით ამ რიცხვების მასშტაბზე. ჩვენ საუბრობთ მაკროევოლუციაზე, რომელიც იწყება ძველი წელთაღრიცხვით 753 წელს რომულუსის მითიური ისტორიით, გადის მონარქიის დამხობასა და რესპუბლიკის ჩამოყალიბებაზე და საბოლოოდ ძვედზე 27 წელს იმპერიად ტრანსფორმირდება. ეს თარიღები უბრალოდ რიცხვები არაა, ეს არის მმართველობის სრულიად ახალი სისტემების დაბადება. რესპუბლიკის პერიოდში რომი ძალიან სწრაფად იზრდებოდა. პუნიკურმა ომებმა ის ხმელთაშუა ზღვის აბსოლუტურ ჰეგემონად აქცია. მაგრამ იცით რა ხდება ხოლმე? უზარმაზარმა სიმდიდრემ მოიტანა კატასტროფული უთანასწორობა. დაიწყო მონათა აჯანყებები, გაუთავებელი სამოქალაქო ომები. სისტემა უბრალოდ ვეღარ გაუძლო საკუთარ წონას. ამ ყველაფრის კულმინაცია კი იულიუს კეისრის დიქტატურა და მისი დრამატული სისხლიანი მკვლელობა იყო ძვეწე 44 წელს. ძველი წყობა მოკვდა. ამ სისხლიანი ქაოსიდან კი სრულიად ახალი ეპოქა იწყება. იმპერიის ოქროს ხანა. აი, აქ მივედით ყველაზე საინტერესო მომენტამდე. ამას ქვია პაქს რომანა, ანუ რომაული მშვიდობა. წარმოიდგინეთ დაახლოებით 200 წლიანი პერიოდი, როდესაც იმპერია თავისი ძლიერების აბსოლუტურ პიკზეა. ეს არის უპრეცედენტო სტაბილურობის, ეკონომიკური ბუმისა და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების დრო. მათი გავლენა და კანონი ფარავდა თითქმის მთელ იმდროინდელ ცნობილ სამყაროს. მაგრამ როგორც წესი, რაც ძალიან იზრდება, საბოლოოდ მართვის პრობლემას აწყდება და ჩვენი ისტორიის ტონიც აქედან იცვლება. გადავიდეთ მესამე ნაწილზე, იმპერიის დაყოფა. მესამე საუკუნის სასტიკი შიდა ომების შემდეგ, იმპერატორმა დიოკლეტიანემ ერთი ძალიან მარტივი და მწარე რეალობა გააცნობიერა. იმპერია ფიზიკურად ზედმეტად დიდი იყო. წარმოიდგინეთ, ერთი კაცი ცდილობს დაიცვას საზღვრები შოტლანდიიდან დაწყებული, სირიით დამთავრებული. შეუძლებელია, ხომ? სწორედ ამან დაუდო საფუძველი გაყოფილი ადმინისტრაციის იდეას. 398 წელი კი ის საბედისწერო მომენტია, როცა იმპერია სამუდამოდ, ოფიციალურად ორად გაიხლიჩა. ერთი მხრივ გვაქვს დასავლეთი, სადაც ახალგაზრდა გამოუცდელი ხონორიუსი ჩაიკეტა რავენაში და გამუდმებულ ბარბაროსულ წნეხს ებრძოდა, მეორე მხრივ კი აღმოსავლეთი, სადაც მისი ძმა არკადიუსი მართავდა ბევრად უფრო მდიდარ და დაცულ კონსტანტინოპოლს. ეს იყო დასავლეთის დასასრულის დასაწყისი. ამ საბედისწერო განხეთქილებამ კი იდეალური პირობები შექმნა მეოთხე აქტისთვის. შტორმი მოახლოვდა. უბრალოდ გადაავლეთ თვალი ამ სიას. ვესტგუთები, ვანდალები, ჰუნები, ფრანკები. ეს არ იყო ერთი რიგითი ომი. ეს იყო დამანგრეველი, მრავალფრონტიანი წნეხი. ტომების უზარმაზარი მიგრაცია საზღვრებს უბრალოდ არღვევდა და დასუსტებული დასავლეთი ამ ქარეჩხლს შესაჩერებლად აბსოლუტურად მოუმზადებელი აღმოჩნდა. იცით რა არის ყველაზე ტრაგიკული? დასავლეთის კარი იმდენად იყო მოცული შიდა პარანოითა და სიმხდალით, რომ მათ თავად დასაჯეს სიკვდილით საკუთარი საუკეთესო დამცველი, გენერალი სტილიქონი. ამ იდიოტური ნაბიჯით მათ ფაქტობრივად წითელი ხალიჩა გაუშალეს ვესტგუთების ლიდერ ალარიხს, რომელმაც 410 წელს შეაბიჯა და უმოწყალოდ გაძარცვა მარადიული ქალაქი. თუმცა რომს ჯერ კიდევ შეეძლო სასწაულების მოხდენა. 451 წელს მოხდა ერთი ბოლო ეპიკური გაბრძოლება. გენერალმა ეციუსმა, ალბათ უკანასკნელმა დიდმა რომაელმა, კატალაუნის ველზე ლეგენდარული ატილა ჰუნი დაამარცხა. ეს იყო დასავლეთის დროებითი, მაგრამ ბრწყინვალე ხსნა. მაგრამ ისტორიას ადამიანური ზოგჯერ საკმაოდ უცნაური დეტალები ქმნის. მომდევნო წელს, როცა ატილამ კვლავ იტალიისკენ აიღო გეზი, მას არმია კი არა, რომის პაპი ლეო I დახვდა. პირისპირ საუბრითა და სავარაუდოდ საკმაოდ დიდი გამოსასყიდით პაპმა მოახერხა ის, რაც ხმლებით ვეღარ ხერხდებოდა. მან ატილა უკან გააბრუნა. სამწუხაროდ დიპლომატია ყოველთვის არ მუშაობს. 455 წელს ვანდალების მეფე გაიზერიხი რომში შეიჭრა. ეს 14 დღიანი დარბევა იმდენად სასტიკი, იმდენად უაზროდ გამანადგურებელი იყო, რომ მან პირდაპირ წარმოშვა ის თანამედროვე ტერმინი, რომელსაც დღეს ვიყენებთ, ვანდალიზმი. და ასე მივადექით ჩვენს ბოლო მეხუთე ნაწილს. როგორ თარდება ეს ყველაფერი? საკმაოდ ჩუმად და უსახურად. დაფიქრდით ამ ციფრზე, 9. სულ რაღაც 21 წლის განმავლობაში დასავლეთ რომს 9 სხვადასხვა იმპერატორი ხავდა. რა სტაბილურობაზეა საუბარი, როცა ლიდერების უმეტესობა ღალატითა და ძალადობრივი სიკვდილით ამთავრებდა სიცოცხლეს გაუთავებელ შეთქმულებებში.
სინამდვილეში ძალაუფლება უკვე კარგა ხნის წინ იყო გამოსული რომაელების ხელიდან. კულისებს მიღმა აიდგნენ გერმანელი მეთაურები, მაგალითად გენერალი რიციმერი. ისინი საიმპერატორო ტახტს იყენებდნენ უბრალოდ როგორც სცენას თავიანთი მარიონეტებისთვის, ვისაც უნდოდათ ნიშნავდნენ, ვისაც უნდოდათ კლავდნენ. საბოლოო დარტყმა 477 წლის 4 სექტემბერს განხორციელდა. და იცით რა არის ისტორიის ყველაზე მწარე ირონია? იმპერია, რომელიც დაიწყო რომულოსით, დასრულდა თინეიჯერი იმპერატორით, რომელსაც ასევე რომულოსი ერქვა. გერმანელმა მეთაურმა ოდოაკრმა ის უბრალოდ თახტიდან ჩამოაგდო. სულ ეს იყო. არ ყოფილა არანაირი გრანდიოზული ეპიკური ბრძოლა. ოდოატრმა ახალი ტიტულის გამოცხადების ნაცვლად უბრალოდ შეფუთა საიმპერატორო დიადემა, მეწამული მანტია და როგორც რიგითი ამანათი კონსტანტინოპოლში გაგზავნა. 12,000 წლიანი საგა უბრალოდ ბიუროკრატიული ჟესტით დასრულდა. თუმცა, აღმოსავლეთმა, რომელსაც მოგვიანებით ბიზანტიის იმპერია ვუწოდეთ, კიდევ ერთი სრული 1000-წლეული გაძლო. დასავლეთის ფერფლსა და ბარბაროსულ სამეფოებზე კი სრულიად ახალი სამყარო აღმოცენდა. სწორედ იქ დაიწყო იმ თანამედროვე ევროპული ერების ფორმირება, რომლებსაც ჩვენ დღეს ასე კარგად ვიცნობთ. როდესაც ამ მონუმენტურ კოლაფს ვანალიზებთ, ერთი ძალიან ლოგიკური და ცოტა შემაშფოთებელი კითხვა გვიჩნდება. თუ კი მარადიულმა ქალაქმა თავისი წარმოუდგენელი ინსტიტუტებითა და ძალით ვერ შეძლო საკუთარი თავის გადარჩენა შიდა განხეთქილებისა და გარეზეწოლისგან, ვართ კი ჩვენ დღევანდელ მსოფლიოში დაზღვეული ზუსტად იგივე ქედმაღლობისა და შეცდომებისგან, ამაზე ნამდვილად ღირს დაფიქრება.